აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით სასუნთქი ორგანოების დაავადებების შემთხვევები გაიზარდა. ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო სამედიცინო კონგრესის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მედიკოსები ძირითად რისკ ფაქტორებად დაბინძურებულ გარემოს ასახელებენ. კონგრესის მონაწილეები მსჯელობენ ონკოლოგიისა და ასთმის, ალერგიისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების, პედიატრიისა და ნეონატოლოგიის მკურნალობის უახლოეს მეთოდებზე. კონფერენციაში 18 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და ხვალ დასრულდება. იმატებს და არც მგონი ვინმე ამას აკონტროლებდეს მანქანების გამონაბოლქვი, მით უმეტეს იმ მანქანების პარკი, სადაც საქართველოში არსებობს, ანუ ფაქტობრივად ეს გახლავთ მანქანების სასაფლაო და მოგეხსენებათ მოძველებული მანქანაც, შესაბამისად უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე დაუშვათ ახალი. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რაც მსოფლიოში არსებობს, ანუ მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოს დაცვაზე, ანუ ეკოლოგიურ ფაქტორებაზე.